მადლობა ჩვენ უფალს ეხლა მოგეცა საშუალება რომ დავამოწმოთ ხალხო ყველაფერი მე სად ბოლო დროის ამბებს დავამოწმებ ეხლა ადრიდან რომ დავიწყო რა იყო რა ძალიან თითით რომ დამჭირდება 2024 წელში ყველა მიცით რომ გავიკეთე ოპერაცია ის ძალიან მეშინოდა ეხლა რატომ მეშინოდა იცით 25 წლის ასაკში რაღაც 10 წუთიანი ნარკოზი დამჭირდა და ვერ გამოვყავდით ნარკოზიდან ისეთი შეშინებულები იყვნენ თვითონ ექიმები ისეთი რომ რა ვიცი და ნარკოზის მეშინოდა თუ რომ ოპერაციის არ მეშინოდა იმდენად და იმის გულისთვის რომ ოპერაცია ამეცდინა თურქეთში წავედი რომ იქნებ რამე საშველი იყოს რომ არ გავიკეთო და რაღაც მაგრამ მართლა ისე გაჭირებული ვიყავი ბოლოს რომ დავიყვირებდი ტკივილებისგან სახში ეზოში ესმოდა ხალხს მეორე სართულზე ვცხოვრობდი და ჩემი ქმარი მეუბნებოდა რა გაყვირებს სირცხვილია ხალხი იყურება მაგრამ უკვე იმდენად გაჭირებული ვიყავი რომ ყველაფერზე ხელი ისავქენი ჩავიქნიე რომ რაც იქნება თუ რამე მქონდა ისეთი ჩემშვილებს გაუნაწილე ორი გოგო მყავს ორივე დაოჯახებული რომ მეთქი რაც იქნება მოხდება ეგ არის მაგრამ მადლობა უფალს პირველი ოპერაცია ძალიან კარგად გადავიტანე რომ გამოვიხედე და ცოცხალი ვიყავი მიკვირდა მეორე ოპერაცია ძალიან თამამად გავრისკე და გავიკეთე ხო და მადლობა უფალს მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა უფლის ძალით ეხლა ჯოხიც გადავაგდე რა რომ ვთქვათ და ვცდილობ რომ ვიარო ყოჩაღად და რაღაცა ისე ხო მეორე დამოწმება არის ეხლა რომ ჩემმა შვილიშვილი მაქეთ აიშენა სახლი და მივდიოდი ამ ახალი სახლის სანახავად გამომიარა მეორე შვილიშვილმა და ჩაუჯექით წამოვით უკან ეს ტყუპი ბიჭები მიჯდა ჩემი შვილიშვილები და უფროსი გოგო წინ მე დამსვეს ამ ჩემი ყავარჯნებით რამე და აი ესე რომ გადმოვედი უკვე დავიწყე ლოცვა მანქანაში დავიწყე რომ რა ვიცი ვეღარ ვჩერდები ხო და თვალები მაგ დახუჭულის და სოფომ დაიყვირა მგონი დამარტყავ ამან ვიღაცა არისო და გამოვახედე თვალები რა იყო ბებო მეთქი რა დაგემართა და მგონი მანქანამ დაგვარტყავ გააჩერა მანქანა გადავიდა და ულის არაფერი არ არის გარშემო და მოვიდა ის მძღოლი და დიდი ბოდიშიო მე გამოვდიოდიო სამრეცხაუები როა მათ იქედან გამოვდიო და ვერ დაგინახეთო და დიდი ბოდიში მე ვთხარი ბოდიში გვიშველი და შვილო ცოტა ხო უნდა იყო მეთქი დაკვირებული და აი რასე ვეძახი უფალი აი გვაძლევს წინასწარ გვაფრთხილებს და გვეუბნება რომ ლოცვა როა საჭირო მაგალითად მე ასე მომდის ყოველთვის როცა ლოცვა არის საჭირო და რაღაცა გელოდება ის შეგახსენებს თავს რომ უნდა ილოცო ახლა რა იმ შუა გზაში დავიწყე ლოცვა მანქანაში ხო და მადლობა ღმერთს ისე გამოვედით და გადავჭით რომ არაფერი პრობლემა არ ყოფილა და მადლობა უფალს ძალიან ბევრი აი შვილიშვილები რო შემიძინა კიდე ვიცი და მაქვს ნათქვამი ჩემი გოგო 30 წლის რო გახდა მე ვთხარი ახლა უნდა გათხოვდე გამოგადგება არა და კარგად იყოს მე ვთხარი უპატრონო არა ხარ და გათხოვდა მე 8 წელიწადი იყო უშვილო დადიოდა ექიმებში დადიოდა აქეთ-იქეთ და ვერაფერი საშველი მოკლედ 8 წელიწადი იმდენი თანხა გადაიხადეს რომ რა ვიცი და მე ლოცულობდი ახლა ამ თემაზე რომ ღმერთო მეთქი რა მოხდა რა არის რომ ჩემი შვილი ესე წვალობს და ბავშვები არ არის და ერთ დილითაც რომ ლოცულობ შინაგანიდან მაგ კვლავ ამ დროს შენ გეყოლება შვილიშვილები თანაც მეუბნება შვილიშვილები ეს რას ნიშნავს ახლა ვიძახი ხონდა ზუსტად მართლაც რამდენიმე თვეში გამოვიდა ჩემმა გოგომ გადაიღო ეხოსკოპია და დედა ორი მყავსო დედაო მითხრა და რა ვიცი სიხარულით რა ვიყავი და კაი ბიჭები მყავს მადლობა უფალს მართლაც 1 წლის შემდეგ ორი ბაჟი გაგვიჩნდა და ძალიან ბედნიერები ვართ რომ კარგები არიან ორივე ნიჭიერები მადლობა უფალს ყველაფრისთვის და თუ აი ხა საშუალება როგორ მოვედი სულ თავიდან ეკლესიაში რა იყო ჩემი მოსვლა ეკლესიაში ჩემ უფროს გოგო მე-9 კლასში იყო სულ ცილები ქონდა ხოლმე ვიძახდი რა ხდება რა არის რა დაემართა ამბავ
და მე წაყვეში ვიხსენებდით ერთ ზაფხულს და იქ ხო გაზიანი წყლებია და ამ ბავშვს დაულევია ბევრი წყალი გაებერა ეს ნაწლავები და მეხუთე სამამტყოფო იყო სვანეთის უბანში მივიყვანე იქ და გადაუღეს ნაწლავებს ეს რენტგენი რომ მივედი პასუხზე შეგროვილები არიან და ამ რენტგენს უყურებენ და ვაიმე რა კარგი ბავშვია და ვაი ამის დედას და კუთხეში აწერია ნოზაძე ამ რენტგენს ვაიმე ეს რა ხდება ჩემ თავს ახლა მე რო წავიკითხე რა ვიცი ვეღარ დავჭი ჭკუაზე და ჩემი მაზლები ლენინგრადში სწავლობდნენ იქ აქვს დამთავრებული საძმაკაცურამ და იქ მუშაობდა და ალიკო მეთქი ჩემს დაურიკე სასწრაფოდ მე აქ უკვე აღარაფერს არ დავეძებ ბავშვი უნდა წავიყვანოთ მე ავიღეთ ბილეთები და მაშინ ხო იცი თვითმფრინავი როგორ იყო ერთი კვირი 10 დღე უნდა გელოდნო რომ წასულიყავი დილა გათენდებოდა ვიტირებდი რომ დაიძინებდნენ ბავშვები სანამ გაიღვიძებდნენ ტიროდი და რა ვიცი რა გადავიტანე მოკლედ წავედით ლენინგრადში და არაფერიო კაც სპეციფიკური კოლიტიაო ასკელის ზეთი უკეთეს ბავშვ ოყნები ხო და წაიყვანეო მითხრეს კაცო ბავშვი არაფერი არ არისო ჩამოვედა ეს შილები მაინც იყო ხო და მე დალი მითხრა ჩვენო მეზობ დალი დევიძე რო იყო ჩვენი მეზობელი იმან მითხრა რომ მაყვალაო მოდიო რაო და ჩვენ ეკლესიაში წამოდიო რა ახლა ჯერ დავჩინოდი ხოლმე სად დადიან რას დადიან ეს ხალხი რა უნდათ ხო და მე მართლაც ერთ დღეს წავიყვანე ეს ბავშვი და წავედი და რო ილოცეს მაშინ პადვარში ტარდებოდა ხოლმე ავჭალაში ისა როილოცეს ამ ბავშვმა თქვა დედიკო იცი რა დამემართაო აქედან რომ რაღაც ჟრუანტელმა დამიარო და ფეხებში გამიარაო რაღაც იყო და ისა მაინც დარდიანი მაინც აი მძიმე იმით დავდიოდო ალბათ იქაც ვერ გაუგეს რაღაცა ბავშვს და იმით ვიყავი მაგრამ ეს ნაწლავების მდგომარეობა საერთოდ გამოიტიშა არაფერი არ იყო ხოთ მე გავიდა დრო და ერთი ჩვენი ნათესავი მეუბნება რომ იაშვილშიო ძალიან კარგი ის არისო ექიმიო და მოდიო რა მაგის რენტგენის ისინიო წამოიღე და ვაჩვენოთაო წავიღე და ეს ქალი მეუბნება ქალბატონო თქვენი შვილი არის სრულიად ჯამთელი გააჩენ შვილებს იქნება კარგი გოგო და არაფერი ამ ბავშვს არ აწუხებს მეუბნება ეს ყველაფერი გაივლის ამ დროს მე ეს ღმერთის სიტყვა ჩავთვალე რომ იმან მომაწოდა იმ ექიმის პირიდან როგორც ვირია ალაპარაკა იესომ და ეს იყო უფლის სიტყვები ჩემთვის მოვიხსენი ძალიან დიდი ტვირთი და წამოვედი გამსუბუქებული და იმ დღის შემდეგ ჩემი შვილი არც ექიმთან წამიყვანია შვილებიც გააჩინა მადლობა ღმერთს უკვე ბებია არის და მადლობა უფალს ყველაფრისათვის თუ ჩვენ გულს უსმინოთ და უფალს უსმინოთ ყველაფრისთვის მადლობა უფალს